აი ეს სულ გაგერეზე მინდა რა ხიდიო ჩამქრალია დებილი ის ტერიტორია რაც იქნება გაკეთებული ისეთი ვიზუალი ეს ინვესტორები ყავდა შემოგამილი და ანახება ესე გავაკეთება მეო არის ჩვენი მოდი და ხალი გავუშვებ ახლა დავუძინე ეს თქვენ რუსეთის ადმინისტრაციიდან ჩვენ დაინახეთ იქიდან სვიდანო შემოდიხართ დაინახეთ როგორ მარტივად აკვა პარკში არის ერთი სცენა მოწყობილი და აკვა პარკის დღეს ჩვენ ვნახეთ რომ აქ ახალგაზრდული ქალაქი ემზადება ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც ჩატარდება 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით. ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაო არის ჩატარებული. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა აი ამ სამუშაოში. მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა უთხრა გენერალურ სპონსორს კომპანია ხარებას. მინდა დიდი მადლობა უთხრა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გუბერნატორს, რომელიც არა მხოლოდ ამ ფესტივალის, არამედ სხვა საერთოდ კერძო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით არის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული. ასევე მინდა რომ მადლობა გადაუხადო გიორგი სიგუას, რომელიც მართლაც დღეს და ღამეს ათენებს აქ აი ამ მოსამზადებელ სამუშაოში და ასევე ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებს, ტურიზმის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ყველა იმ მოხალისეს, რომლებიც აი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოსამზადებელ სამუშაოს აკეთებენ. აქ ჩატარდება ძალიან მაღალი დონის კარგი ფესტივალი, მინდა რომ მოუწოდო ყველას რომ ჩამოვიდეს, იქნება ძალიან მაღალი ხარისხის მუსიკა და იქნება ძალიან სასიამოვნო გარემო, რათა გაატარონ დრო 30-დან 7-ის ჩათვლით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ტურისტული პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ქართველები ჩვენივე ხელით თმით, ამაში არის ჩართული მთავრობა, ამაში არის ჩართული კერძო სექტორი, ამაში არის ჩართული ქართველი ახალგაზრდები, ამაში არის ჩართული მთელი საქართველო რა. ჩვენ ქმნით ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს, რომელიც იქნება მსოფლიო საფესტივალო რუკაზე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ზეგ აქ მოხდება სასწაული. 30 ივლისს ჟემფესტი გააღებს კარებს, ხოლო 31 ივლისს იქნება ძალიან გრანდიოზული ღონისძიება. აქ იქნება გაცილებით მაგარი ფეიერვერკი, ვიდრე იყო ნებისმიერ ღონისძიებაზე საქართველოში. გაცილებით მაგარი შოუ, ჩამოვლენ კოსმოსური ხომალდები ციდან, წყლიდან ამოვლენ კიდევ რაღაცეები. სცენაზე დადგება WNW, მარჩიანო, არმინ ვან ბურენი, მსოფლიო ვარსკვლავები და იქნება ერთი ძალიან დიდი ზეიმი და მე ყველას მოგიწოდებთ რომ აუცილებლად არ დაიზაროთ, უფასო ტრანსპორტი იქნება, წყალი ლარნახევარი ეღირება, ყველაფერი ძალიან იაფი იქნება. ჩამოდით ანაკრეზე ჩვენ ქართველებმა ჩვენი ხელებით შევქნათ ის, რითაც მე ვიამაყებ და აუცილებლად მინდა უთხრა მადლობა საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ბატონ ლევან შონიას, სამეგრელოს გუბერნატორს, ზუგდიდის გამგებელს, ედიშერ თოლორაიას, ძალიან მაგარკაც, რომელთა ჩაბმულობის გარეშე აქ არაფერი არ გაკეთდებოდა, ჩვენს ინვესტორებს, ჩვენს მოხალისეებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქამდე იყო რამეს ჩამული, ყველა ადამიანს, ვინც 30 ივლისიდან დაიწყეს აქ ჩამოსვლას. კიდევ მეორებ, ყველაფერი იქნება ძალიან ხელმისაწვდომი და იაფი, მაგრამ ყველაფერი იქნება სუპერ ხარისხიანი და თქვენ ნახავთ არ ნახოს. აქ ჩვენ გავაკეთეთ კოსმოსი, ამ კოსმოსის გაკეთება არის დასრულებული და 2 დღეში ჩვენ გავაღებთ კარებს. მოწვეული ძალიან ცნობილი არტისტები, ალბათ ვარსკვლავები, საკმაოდ ბევრი. გახსნა არის 30-ში უკვე კარიბს ხით, მაგრამ 31-ში არის საზეიმო გახსნა, დახურვა არის 7 აგვისტოს და ამ 9 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი გვყავს მოწვეული, მათ შორის თეილოფასი, ლუჩიანო, დაფოარი, ბუკაშეიდი და ასე შემდეგ. მათ შორის ნიუკამერები. კარობის ქალაქი მზადდება დაახლოებით 4000 ადამიანზე, უკვე დაწყებულია
მოსულები არიან მოხალისეები, რომლებიც უკვე დღევანდელ ღამეს კარვებში გაათევენ, დაწყებულია კარობის ქალაქის აწყობა. ჩვენ წელს მოვახერხეთ ის, რომ გავითვალისწინეთ შაშანდელი შეცდომები და კარობის ქალაქი უკვე იზოლირებულია, ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნებიან შიგნით ჩვენი სტუმრები, იქნება დაცვა უზრუნველყოფილი და მათ ეს კარობის ქალაქი უკვე ემიჯნება პირდაპირ ფესტივალის ტერიტორიას, ასე რომ ერთი ნაბიჯის გაადგმით უკვე ხდებიან საფესტივალო ტერიტორიაზე. ასევე ხმა არიან მსურველები, ვინც უკვე იცხოვს. კი, რა თქმა უნდა, დღეს უკვე თქვენ ხედავთ, რომ მოსულები არიან მსურველები, რომლებიც საუკეთესო ადგილებს იჭერენ კარობის ქალაქში, იკავებენ და ველოდებით ხვალიდან კიდევ უფრო მეტ მატებას ხალხის.